მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ანათქვამი, პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. ირაკლი ყობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ნათქვამია ინფორმაციაში. ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო. ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა. თბილის აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოიწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მედიასთან ისაუბრა ჟურნალისტების შეკითხვაზე. როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი? კალაძის თქმით, ყველა პროექტი, რასაც საქველმოქმედო ფონდი ქართულ ახორციელებს, აუცილებლად მივა ბოლომდე. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ არ უნდათ დაინახონ რეალობა. მესმის, რომ თქვენი ხედვის პრობლემები გაქვთ და ვერაფერს ხედავთ. შევდივართ თქვენს მდგომარეობაში და მაინც განვიცდი, რადგან ქართველები ხართ. თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გული მაინც შემტკივა. თქვენ მუდმივ სიცრუეს ავრცელებთ, ხართ ცილის მწამებლები. მატყუარები და ქალაქისთვის სასიკეთო პროექტები არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ხართ დაკავებული საზოგადოება შეცდომაში როგორ შეიყვანოთ. აღნიშნა კახა კალაძემ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძის ხელმძღვანელობით საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში საზღვაო უსაფრთხოების უწყებათა შორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სხდომაზე განიხილეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, ასევე განსაზღვრეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პრიორიტეტები და განიხილეს სამომავლო გეგმები. ამასთან დამტკიცებულ იქნა საბჭოს სხდომის რეგლამენტი და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები. საზღვაო უსაფრთხოების უწყებათა შორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გეკა გელაძემ და საბჭოს წევრებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მცურავი საშუალებები დაათვალიერეს. მინისტრმა საზღვაო პოლიციის თანამშრომლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულია ინფორმაციაში. დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერ ჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოს სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ასევე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ქართულმა ოცნებამ საქართველოს ინფრასტრუქტურა ძირითადად ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქტიკა, რომელსაც თითოეული დიქტატურა იყენებს, სულ უფრო მსგავსი და დახვეწილი ხდება და მას შემაშფოთებლად ხელს უწყობს ტექნოლოგიები და ინოვაციები. უილსონმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შუა დერეფნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ინფრასტრუქტურა ჩინეთს გადასცა. საქართველოში ავტორიტარული მმართველები სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ დემოკრატიის შუქურას ერთპარტიულ დიქტატურად აქცევენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი სოციალურ ქსელში წერს. ბუნდესტაგის წევრი აცხადებს, რომ საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთი პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. მისი თქმით, საქართველოში ქართული ოცნება სისტემატურად ცდილობს კრიტიკოსების დაშინებას, დაკავებასა და გაჩუმებას. საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის და და უპირობო თავისუფლებას მოვითხოვ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართული ხალხის გვერდით, რომელიც უზარმაზარი რისკის მიუხედავად თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს, აცხადებს გერმანელი დეპუტატი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანალიტიკური ცენტრის ქუინსი ინსტიტუტის დირექტორ ანატოლ ლიბენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრისა საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიდგომებს. საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გამოხულდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გარე ჩარების მცდელობებსა და ფაქტებზე. როდესაც ადამიანს წარსულს ახსენებ, პირველ რიგში ყველამ თავის წარსულს უნდა მიხედოს. ალბათ ქართული ოცნების რიგებში უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც შეიძლება წარსული შეახსენო. აწმყო გვთხოვს გაერთიანებას, რათა უზრუნველყოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორება. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ალიანსზე ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებაა. დღეს განუსაზღვრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფები, რეგიონული და საარჩევნო ჯგუფების შემადგენლობა. ალიანსი დაიწყებს შეხვედრებს სამოქალაქო სექტორთან, ასევე ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, აღნიშნავს ბეჟაშვილი. ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც გადის აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე. გვარამია ამბობს, რომ აღნიშნულზე განცხადება უკვე გააკეთეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა და სვამს შეკითხვას, თუ რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში. ისრაელის ნავთობ მომარაგების მესამედი გადის არც მეტი, არც ნაკლები ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენზე. ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ეს მილსადენი, რომელიც სამ სახელმწიფოზე აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის. აზერბაიჯანმა და თურქეთმა განცხადებები გააკეთეს, რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ, სადა ამ მშვიდობის მქადაგებელი ქოც რეჟიმი, წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე. თბილისში დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგერე ჯგუფების გადმოცემით ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერები დამუშავება. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო სამუშაო სპეცტექნიკა. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ალექსანდრუ ნარტიამ 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ირანის დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ სეპარატისტული ჯგუფების პოსტებს დაარტყა, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან შესვლას აპირებდნენ და რომ მათ დიდი დანაკარგები განიცადეს. ინფორმაციას Time of Israel ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით ირანელი ქურთი განსამხედროებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს აწარმოებდნენ იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა დაესხნენ თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვრისპირა ოპერაცია დაიწყო, თუმცა ირანმა ის უარყო. ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ძალები კეთილშობილ ქურთებთან თანამშრომლობენ, რათა ჩაშალონ ისრაელ-ამერიკის გეგმა, რომლის მიზანიც არის ტერიტორიაზე თავდასხმა. კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით საჭიროა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა. ამჟამად საომარი მოქმედებების გაფართოება გვაქვს, ჩვენ ამას ვაღიარებთ. უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ეს აუცილებელი პირობებია ცეცხლის შეწყვეტისთვის, აღნიშნა კანადის პრემიერმა კანბერაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. შეკითხვაზე, გამორიცხა თუ არა ირანზე თავდასხმაში მონაწილეობა, კარნიმ უპასუხა, კატეგორიულად ვერასდროს გამოურიცხავ მონაწილეობას. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს განსხვავება შეტევით და თავდაცვით ქმედებებს შორის. ყოველთვის დავიცავთ კანადელებს, ყოველთვის გვერდით დავუდგებით და დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, როცა ამის საჭიროება იქნება, აღნიშნა მარკ კარნიმ.
ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს. მედიის ინფორმაციით ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას. ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად განხორციელებულ თავდასხმებს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება. ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.